მოგესალმებით, სიენი ჯგუფში გვაქვს სიახლე. მივიღეთ აუზის საწმენდი რობოტები, რომლებიც ძირს და კედლებსაც წმენდნენ. აქვს მართვის სხვადასხვა ფუნქცია, ერთ-ერთია პუტიდან სამართავის ფუნქცია, სადაც აქვს იატაკის წმენდა მხოლოდ თლიანად ავტომატური წმენდა, სადაც თავისით მოძრაობს და გაწმენს ზედაპირს და ეს არის კედლების წმენდა მოკლედ. გარდა ამისა, აქვს დისტანციური მართვის ფუნქცია, რომელიც მობილურიდან ბლუთუზით დაკავშირებით ხდება და განვიხილოთ ეგეთი მაგალითი, ესეთი აპლიკაცია სპეციალური, რომელიც მიხედვით ხდება ტელეფონიდან დაკავშირება საწმენდ რობოტთან. მაგალითად, აქ აქვს work mode-ები, სხვადასხვა ესეთი იატაკის წმენდა, მთლიანი წმენდა, ესე ჩართვით თავშოთ, აი. ჩარტა შეგიხდება, ეს ავტომატურად ხდება აქედან სამივე ფუნქციის შემთხვევაში. აი ეს ვარიანტი, ეს არის ოთელუნის. და პლუს აქ manual control-ი, აი იქ უკვე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მიმართულებით Bluetooth-ის საშუალებით აუზში კონკრეტული ზედაპირის გაწმენდა. ესე იგი, გავიაროთ ეს მანუალური მექანიკური მართვა. ესეთი აუზა. შნურის რამდენი მიწვევა. უკან განათების ფუნქცია. წამოვიდეთ უკან. უკან. ეს ადგილზე. ესეთი დისტანციური მართვის ფუნქცია აქვს 18 მეტრი კაბელი მოყვება, ასე რომ დიდი აუზებისაც სრულიად მისაღებია. შიგნიდან ესე იგი ესეთი საწმენდი კბილები აქვს, რაღაც სილიკონის, აი ეგ და ქვემოთ პლუს ძირზე. აი იქიდან ხდება შეტანა ჭუჭხის და შემდეგ კი უკვე გაჩვენეთ შეგინთ ორი ფილტრი აქვს, რომელიც უკვე განაპირობებს ჭუჭხის შიგნით დაგროვებას და სუფთა წყალს უშვებს გარეთ. შესაბამისად, მთელი ჭუჭი გროვდება, გამორეცხავთ ფიცს და ესე მრავალჯერადი ხმარებისთვის გამოიყენებთ. უსაფრთხოებისთვის, ანუ გათვალისწინებულია, რომ მხოლოდ 24 ვოლტი შემოდის მართვის პულტიდან, ანუ 220-დან ხდება გარდაქმნა 24 ვოლტზე, ანუ სრულიად უსაფრთხოა, შემდეგ ანუ 24 ვოლტით ხდება რობოტის მართვა, ასე რომ წმენდის დროსაც არ არის პრობლემა სურვილის. ესევე ბევრ საქონლო შეკითხვა განათებაზე. აუზის განათებაში იგივე სიტუაცია, სპეციალური გადამყვანები ყენდება, რომლებიც 200 ვოლტიდან გარდაქმნიან 12 ვოლტს და აუზის განათებას 12 ვოლტზე ნათდება. ანუ ორივე შემთხვევაში უსაფრთხოება დაცულია.